საღამო მშვიდობისა, დღეს თავგადასავალი სტუმარი ბატონი გიორგი ჩახუნაშვილია, ექიმი, რომელიც თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტის და სტუდენტების მრავალი თაობის ახსნურდელია. ბატონ გიორგი, საღამო მშვიდობის, პირველ რიგში ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს აქციაზე, თუმცა მიხარია, რომ დღეს თქვენი ოჯახის სტუმარი ვარ და ვიმყოფებით ამ შვიდ გარემოში თქვენთან, თუმცა რამდენიმე დღის წინ ასეთი სიმშვიდე თქვენთან არ იყო. სამშობლო მიყვარდა დღემდე, დღესაც მიყვარდა, ხვალეს და ერთით უნდა დავაფიქსირო, რომ არაფერი, ესე იგი, მშვიდობიანი აქცია იყო ისა, არავის არაფრის გადატრიალება და გადმოტრიალება არ უნდა და ამას არ ვეთანხმები. თქვენი მეუღლის მიერ გავრცელებული ლაივ ვიდეოთი მთელმა საქართველოს ნახა თქვენი დაკავების კადრები. აი პირველ რიგში მინდა რომ გაიხსენოთ ის ემოცია, იმ დღის ემოცია, აი კარზე კაკუნი რომ გაისმა იქიდან და რომ ჩახვედით უკვე ქვემოთ, რომ ჩაგიყვანეს და დაგხვდათ აი არმია, შეიძლება ითქვას, თქვენი გულშემატკივრების. მე ვიყავი სამსახურიდან მოსული ახალი და იყო ზარი, შემომესმა ზარი. ნინო მივიდა კარიდან და თქვა რომ არის პოლიცია. ჩვეულებრივად მივიღე. უნდა თქვა რომ არავითარი აგრესია არ ქონდათ. არც მე არ მქონდა აგრესია. რატომღაც ძალიან დამშვიდებული მივიღე, შევხვდი კადრებშიც ჩანს ეს ყველაფერი. შეგაწყვეტინებთ, უშვებდით იმას, რომ აი შეიძლებოდა ვთქვათ, თქვენ გამختارიყავით ესეთ დაჭერის ობიექტი. ეხლა როგორ არის, იცით? არაფერს არ ვიცხავდი მე ეხლა რა. იმიტომ რომ მე არცად არ დამიმალია არაფერი, სულ აქტიური ვიყავი Facebook-ზე. Facebook-ზე მე არაფერს არ მალავდი, დასამალი რა მაქვს, არაფერი არ მაქვს. პირიქით, ყოველ დღე მე ვწერდი 9 აპრილის მემორიალთან, ჩემი ლაივები, ცნობილია ალბათ, მე ყოველთვის 9 აპრილთან წერდი ყოველ საღამოს. დღეს გახლავთ 302 დღე, როდესაც აი აქ რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოსახლეობა დააფიქსირებს თავის აზრს. და 9 აპრილთან მე ესე კი არ ვწერდი. მე ვწერდი იმიტომ, რომ 9 აპრილთან გავიარე პირველი არა სტრესი, მეორე სტრესი, პირველი სტრესი მე გავიარე, ეს იყო 80-იანი წლები, 79 წელი, როდესაც მთელი საქართველო იყო გარეთ ენის დაცვასთან დაკავშირებით. 9 აპრილი თავისთავად ხო არ მოვიდა. 80-იანი წლებიდან 9 აპრილამდე მე ჩემი ცხოვრება გავიარე. აქციებზე მე სულ დავდიოდი და გეტყვით ერთ ჩვენ გვყავდა 39-07 მანქანა და ის მანქანა იყო, მამა იყო ომის ვეტერანი მაიორი, ექიმი. ღამის 12 თუ პირველი საათია, იგივე მაშინ საბურთალოზე ვიყავით და არის ზარი შემოვიდნენ მაშინ და აბა 39 და ბატონი სევერიანეს თუ არის მამა უთხრა რომ ნუ მე ვარ და შევიდით. კი ბატონო დასხდნენ, მე უცბად მივხვდი ახლა რაშიც იყო საქმე და გამოვედი, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მე ვიცით მეთქი თქვენ რაზეც მოგბრძანდი და მამა არაფერს შუაში არ არის, მოთხარი მამაზე არის მანქანა გაფორმებული და ეს მე ვარ მეთქი, ჩემი მანქანას უყურებთ თქვენს ყველგან, სადაც არის აქციები და მაშინ იპოდრომზე იყო დიდი აქცია და მაგის მერე ძალიან დიდი რეაქციები ყავდა, თუ რამე გინდათ ერთი რამე იცოდეთ მეთქი, მე დავდივარ აქციებზე და ისე ვივლი მეთქი, იმიტომ რომ მე მინდა რომ მე ამ ხარს უწერ ამ მოძრაობას, რომ საქართველოს იყოს თავისუფალი და ესე ჩაიარა, ამიტომ რატომღაც უცბად ალბათ შინაგანად უცბად გამახსენდა ესე იგი 90-იანი წლები, როდესაც იყო. მე თქვენ როგორ ვძანეთ რა ემოცია მქონდა მე. ჩავედი დაბლა, ხო, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, ყველაფერი გამიკვირდა, ჯერ ამდენი ხალხი საიდან მოვიდა, გინდა
პოლიცია ბრძანეთ და გინდა ეს ხალხი ვინც იყო. პოლიცია იყო აურაცდები რაოდენობის, რა საჭირო იყო თუმცა დღემდე ვერ ხვდები, მაგრამ მე მგონი მე წავედით და მიმიყვანეს სამმართველოში ჩვეულებრივად. მე ვგრძნობდი რომ ჩემი დანახვა არ უხაროდათ. აგრესია არ ქონდათ. და ბევრმა კარებმა გაიღო, დაიხურა, არ ვიცი, ახლა ბაგეც მოვყევი, შეიძლება ის ყავდა გადარჩენილი, შეიძლება იმისი შვილი, იმისი მამა, რა ვიცი, ან ვეღაცები, ყოველ შემთხვევაში აგრესია არ იყო ჩემს მიმართ. ვიცინოდი, 20 წლამდე ვსწავლობდი კარგად, მე იყო სამეცნიერო მიმართულებები და ესე იგი ცხოვრების ბოლოზე თორბა ესეც უნდა მენახა. მე იქიდან წავედით იზოლატორში. ეგეც უნდა მენახა. წავედით, ახაც იქ. ვფიქრობ რომ არ უნდა გენახათ, მაგრამ ნუ ნახე. სამოგეთ იქ ქონდა უკვე დიდი დრო. ვიჯექი ჩემთვის მარტო ვიყავი და ბევრ რამეზე ვფიქრობდი. და გავიდა მე ეს საათები თურმე საუკუნე ყოფილა დავალაგე, ესე იგი რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა გამეკეთებინა ის ჩემი საქმეები, რომელიც იყო, ვის უნდა შეესრულებინა, მე გაჩვენებთ ჩემ ესე იგი მოღვაწეობის არეალს, ესე იგი ეს არეალი მოიცავს სატრაბახოთ არ ვამბობ, მაგრამ ბევრი არეალია, ეს არის საქართველოსთვის ყველა მიმართული სარეიტინგო, სამარკეტინგო და რა ვიცი ახლა როგორ ვთქვათ, რომ ისეთი არეალი, რომელმაც უნდა საქართველო გაიყვანოს სოფლიო არენაზე. ეხლა პატარა ამბავი არ არის. ორ ჟურნალს უშვებთ, ქართულს და ინგლისურს, რომელიც საქართველოსთვის არის. და რატო რა საიტზე იდება და ბიბლიოთეკაში 4000 ბიბლიოთეკაში იგზანება და ერთ გაზეთს უშვებთ ჩვენ სოციალურ პედიატრიას. მაგრამ არის მეორე ჟურნალი International Journal of Pediatrics და International Journal of Cardiologists. ეს ჟურნალები ეწყობა საქართველოს ჩვენ მუშაობთ. ნახევარ რედაქციაში ჩვენა ვარ და ნახევარ მთელი სოფლიოა, მაგრამ იბეჭდება ჩინეთში. ამიტომ ჩინეთში დაბეჭდილი ორი ესეთი ჟურნალი, ეს არის საქართველოს რეკლამა. სოციალური პედიატრია და ეს 230,000-ზე მეტი ბავშვი უფასოდ გასინჯული, სადაც ამ გაზეთებში ჩანს ყველა მოქმედება, აქ არის საქველმოქმედო აქციები თავიდან ბოლომდე. შემდეგ არის ჟურნალი, რომელიც არის ორენოვანი, რომელიც საქართველოში გამოდის. მაგრამ უნიშნულოვანესია ეს ორი ჟურნალი, როგორც ვთქვი მე, ეს ორი ჟურნალი, რომელიც სოფლიო არენაზეა გასული, რედაქტორი მე ვარ, მაგრამ ნახევარი მსოფლიო შიგნით არის და უნიშნულოვანესია მეოთხე გვერდზე ბრძოლა, ეს უნდა თქვა, იმიტომ საქართველოს სოციალური პედიატრია 25 წლის, აქეთ კიდე საქართველოს ქართული პედიატრია 100 წლის. ბრძოლაში ვარ თავიდან ბოლომდე, ოღონდ ბრძოლაში, მინდორზე ბრძოლაში კი არა, სამეცნიერო ბრძოლაში, ესაც მეცნიერება შეეხებოდა და დანარჩენი რომ მკითხეთ, რაზე ყველას ვფიქრობდი მეცნიერებაში რა იქნება, ამ გამოცემებში რა იქნება, კლინიკაში რა იქნება, მიმართულებებში რა იქნება და ეს საფიქრელი სულ პრინციპში ამომიყირავდა ყველაფერი, მაგრამ მე მებრძოლი კაცი ვარ და უნდა დამელაგებინა ისე რომ ეს ლაითად წასულიყო ყველაფერი, რომ არ გაჩერებულიყო, რაც თავარია ეგ საქმე. მერე მოხდა ის, რაც მოხდა, სასამართლოზე ზუსტად თქვი ის, რაც თქვი, რომ მე არაფერი არ დამიშავებია, მე ვიდექი, შეკითხვაზე პასუხი ვიდექი, კი ბატონო. მე მაგალითად გაოგნებული ვიყავი, როდესაც თქვენს რომ წავედით, ესე იგი, პრეზიდენტის სასახლისკენ. და პრეზიდენტის სასახლისკენ სიმართლე რო გითხრათ, მე მეგონა რომ მაგალითად როგორც პარლამენტის წინ ვიდექით, ხო? ისე ვიდექით მაგალითად მერიის წინ და ისე უნდა მდგარიყო ეს ხალხი მე რა მდგარიყო, ესე იგი პრეზიდენტის სასახლის წინ. ნუ ამიტომ დავიძარით და წავედით სულ და ამოვყავით თავი იქ, სადაც ამოვყავით. დახვდა იქ 1-2 მტრიალი. იქ რო დავინახე მე რაც ხდებოდა, მე ვერ გავჩერდებოდი. მე მქონდა ფიზიოლოგიური ხსნარი და მე რო დასხებით რო საჩხუბრად ყოფილიყო და საბრძოლველად ფუთა ჩანს, სადაც მე ვჩანვარ. იმ ფუთაში გამოტენილი მაქვს ყველაფერი, მაგრამ ის ფუთა არ არის საბრძოლველი ფუთა. ეს არის თავდაცვითი ფუთა. შიგნით დევს აირწინაღი თუ რამე იქნებოდა ეს ხსნარები და უნდა თვალებში ჩაგვესხა, ხო? ამიტომ იქ ვინც იდგა, ჩემი მოძრაობა და ყველა მანიპულაცია იყო იქითკენ, რომ
დავეხმარე მოკლედ იქმე და როგორ არის იცით? პირველადი დახმარება ეს არ ნიშნავს რომ პირით თუ თქვა გააკეთო და ხელოვნური მასაჟი ჩაატა. ეს არ არის პირველადი დახმარება. პირველადი დახმარება არის ისიც კი გაუგნებულ პიროვნებას ხელს რომ მოკიდებ და თუმცა 1 მეტრაც რომ გარეთ გაიყვანო ან გვერდზე გამოიყვანო. ამიტომ იქ მე ეხლა ამდენს კი არ ფიქრობდი. მე რაც ჩავთვალე საჭიროდ, ზოგს დაუქნე ხელი აქეთ წამოდი, ზოგს დაუქნე ხელი იქეთ წადი, ზოგიც გამოიყვანე, ზოგს თვალებშიც ჩავასხი. პირველადი დახმარება თითქმის უამრავ ხალხს გაუწიე. მე ვფიქრობ, რომ იქ რომ მე არ ყოფილიყავი, ბევრად სავალალო შედეგები იქნებოდა თვითონ შიგნითაც. ესე ვთვლი მე. ეხლა ეს არც ტრაბახია და არც არაფერი. ესე რო არ ჩამეთვალა, მე არც გავაკეთებდი მაგას. და მე ვიძახი ტელევიზიებში რო გამოვიდე, ეს პატარა ამბავი არ არის. მე ავანტყოფი არ დამღუპვია. ისე დავამთავრე კარიერა და რამდენი რაოდენობრივ 15 წელი ჯერ ვიყავი ამხელა კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი. ეს პატარა ამბავი არ არის. პირველი რეანიმაციული განყოფილება მე გავაკეთე ბაქოს ქუჩაზე. ისტორია რო ამოიღონ, პირველი კლინიკურ მაშინ ესე არ იყო რეზიდენტი, მაშინ იყო რომ დაამთავრებდი ინსტიტუტს, იქნებოდი კლინიკური ორდინატორი და პირველი პედიატრიული კლინიკური ორდინატორი მთელ საბჭოთა კავშირში ვიყავი მე საქართველოში. ბაქოს ქუჩაზე ჩემი ხელით მაგ აკეთებული, რა ვიცი ხლა იმ დროს ვინ არის ვის ახსოვს, ჩემი ხელით აი ესე პატარა 10-15-20 კვადრატულიანი პროფესორი მაგალითად მიჯერებდა მე ყველაფერს. სოსო კვარჭაძე, ირაკლი ციციშვილი და რო ვეტყო სტუდენტი ვიყავი და უკვე ვამთავრებდი, მაგრამ მიჯერებდნენ და მე ვთქვი, აქ ეს ინტენსიური კი არის, მაგრამ ცოტა ისეთი გავაკეთოთ, რომ აქტიურად აბა შესაძლებლობა არ არის. მე ვთქვი, მე ჩვენ გავაკეთებთ ისე, რომ პირველად დახმარებას გავუწევთ და თუ რეანიმაციული იქნება, გავაკეთებთ. მამა შენ ახარ? მეორე დღესვე თქვენ უკვე გამოხვედით თავისუფლებაზე და მე ვფიქრობ, რომ იქ საერთოდ არც უნდა მოხვედრილიყავით. აი თქვენი კოლეგების ესეთი მხარდაჭერა, მართლა ძალიან დიდი მხარდაჭერა და სიყვარული გამოთქვეს თქვენმა კოლეგებმა თქვენს მიმართ. თუმცა იმ კოლეგებს შორის იყვნენ კიდევ აი სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი ექიმებიც. ელოდებოდით? როგორ არის იცით? საერთოდ ეს თუ მოხდებოდა, იმას ტყილს ვერ ვიტყვი, არ ველოდებოდი და მე თუ რამე საერთოდ დამჭირდებოდა, იმასაც არ ველოდებოდი და მე ხო ეს არ ვიცოდი და მე ესე იგი ჩავყევი Facebook-ს, რა აქტიურობა იყო. რომ დავინახე ეს რომ სხვადასხვა მარტო ერთი პარტიული არა. იქ მე რომ ნახე აქციები, რომ ნახე გამოსვლელები, მე რომ ჩემი მეგობრები იყვნენ, მე რომ ჩემი აღზრდილები იყვნენ, მე რომ ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ, ზოგი ტელეფონზე მირეკავდა, ზოგი ერთი ამბავი იყო სახში როცა მოვედი და მე მივხვდი რომ თუ ჩემს გადასარჩენად შეიძლებოდა ამდენი ხალხის გაერთიანება და დიდი მადლობა კიდე სულ ყველას ვერ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრნი არიან. ზუსტად რეანიმაცია გადავიტანე. ეხლა რეანიმაციის საშუალება სჭირდება ზუსტად საქართველოს. ამიტომ მოდით და სულ ყველამ ერთად გადავარჩინოთ და ჩაუტაროთ რეანიმაცია. აი როგორ ჯერ არ ვიცი. მე ვარ საქართველოს ჰუმანიტარული სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ამიტომ იქ არის სხვადასხვა მიმართულებიდან აკადემიკოსი, ნამდვილი წევრები, შიგნით გაერთიანებული და იმის უკან კიდე მილიონი კაცია და იმის უკან კიდე არის და აკადემიის ხდომაზე მაგალითად გეტყვით, ყველა ერთაზე კი არ არის. ზოგი ამაზეა, ზოგი იმაზეა, მაგრამ ხოვსი ვართ კაცო და ხოვ ლაპარაკობთ, არა? აი ესე უნდა იყოს. ესე იგი გაირკვევა, ჩემს მიმართ მე ყველა გაერთიანდა და თქვენს რომ არა ესე უნდა. თუმცა შეიძლება ეს არ მოწონთ. რასაც მე ვაკეთებდი რომ ვიდექი, მაგრამ ჩემს ირგვლივ ხო დადგნენ იმ მომენტში. რატო ეს უნდა თქვა? ჩემი მოქმედება მაგალითად ზოგს არ მოწონდა რომ ვიდექი და არ იყო ჩემი მომხრე იმ მომენტში რუსთაველზე რომ ვიდექი. მე და ზოგი მეუბნებოდა, რატო დგეხარ მანდ? იმას მე ვეუბნებოდი, ამიტომ დგევარ. არა, მაგით ჩვენც გვინდა, ამას რატო ვსაუბრობ? ამიტომ თუ ჩვენ ეხლა არ დააგვალაგეთ, ჩვენ თვითონ თუ რაღაცნაირად არ მოვძებნეთ გამოსავალი და რაღაცნაირად არ მე რეცეპტი ამ წუთას არ მაქვს, მაგრამ მე როგორც პროფესიონალურად მებრძოლი ვარ, ვიცი რომ შევდივარ, ესე იგი მძიმე ავადმყოფთან საშველად და ესეთი საშველი არის ახლა საქართველო. აი ესე მიმაჩნია მე და რა ვიცი. აღდევს ესე იგი ჩემი ყველა წიგნი, რომელიც გამოიცა სამედიცინო და არასამედიცინო კოდექსებითაც კი. ეს არის ესე იგი, აქ ახლა ასე სეროქსების მაგალითად ეს არის დიდი წიგნები, სადაც აი ესე იგი 16 თაყაიშვილის იუბილესთან დაკავშირებით მე მივიღე მონაწილეობა და დიდი წიგნია გამოცემული
ეს დიმიტრი ყიფიანის 200 წელი იყო და გამოცემულია. დიდი წიგნი და ქველმოქმედების არის გიორგი სააკაძეზე, კალაქტიონ ტაბიძეზე, აკაკი წერეთელზე. აქ არის მთელი სერტიფიკატები, რომელიც ცხოვრების განმავლობაში მე მივიღე. ეს არის, ესე იგი, ჩემი შრომა, რომელიც მოხდა ნატოსა და გამოცემაში, რომელიც 4 ქვეყანა გამოცა ერთად, ინგლისმა, ამერიკამ, გერმანიამ, ასე და ასე შემდეგ და აქ მე ჩემი შრომა, ესე იგი, ბავშვებს უკავშირდება სულ და აი ბავშვუფლება აქვს, იყოს დაცული ნაყოფიდან. ეს ჩემი ტერმინია. ყველაზე ნაყოფიერი სამეცნიერო მსოფლიო აღიარებაზე ეს იყო 2009 წელი. ეს არის, რომელიც მე მივიღე 100 საუკეთესო, ესე იგი, განმანათლებელს, ანუ პროფესორს შორის მსოფლიოში, ეს 2009, აი თო, ასე, ლეონარდო და ვინჩის პრიზი, რაღაცა მთელი ამბავი. თითქმის სფერო არ არის, რომ არ მოენიჭებიათ, ჩემთვის არ შევეყვანე ტოპ 100-ში. ღირსების ორდენი 2012-ში. წიგნი, სადაც არის ორტომეული, აი, ბავშვთა კარდიორევმატოლოგია. ავტორი ჩახუნაშვილი, ჯობავა ჩახუნაშვილი. ოჯახური, მოკლედ ეს საჩუქარი დარჩება ექიმებს ჩვენი ოჯახიდან. თქვენს პროფესიულ მოღვაწეობაზე მართლა შეიძლება რომ ძალიან ბევრი ვისაუბროთ, ხო? ადრეულ წლებში გადავინახოთ. კი ბატონო. რატომ აირჩიეთ საერთოდ ეს პროფესია? ეს იყო თქვათ ოჯახიდან გამომდინარე მშობლების სურვილი თუ აი რა მოხდა და ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებთ აი ახალგაზრდა პედიატრის პირველ ნაბიჯებს? კი ბატონო, გეტყვით. მე საერთოდ ხატავდი ძალიან კარგად. უნდა გამომსულიყავი ან მხატვარი, უпроსორად ხაზავდი კარგად. ყველა დიპლომი მაქვს აღებული, რაც იყო მერვე, მეცხრე, მეათე კლასებში მაქვს. აქვე ვიტყვი რომ დავამთავრე, ესე იგი მედალზე, მაგრამ ვერცხლის მედალზე 1-4-იანი გამომაყოლა გეოგრაფია, ვითვლები რომ მედალზე დავამთავრე და ხაზვა ვიცოდი ძალიან კარგად. და ეს ხაზვა მე გამომადგა მეგრემ აი ინსტრუმენტულ კვლევებში. ეხლა კი მეუბნება ხოლმე ნინო თავს ნოიქეფო, მაგრამ მე რო ბავშვს მოусმენ, ჩათვალეთ რომ იმას კარდიოგრამაც გაკეთებული აქვს, ეხოც გაკეთებული აქვს და მთელი ინსტრუმენტული კვლევა, იმიტომ წარმოდგენაში მაქვს რომელი სარქლიდან სად მიდის სისხლი, როგორ მიდის, რა ხმაური უნდა ყოფილიყო ან კარდიოგრამაზე რაც ეს წარმოსახვითი ხედავ, ამიტომ ეს მქონდა საერთოდ, მაგრამ არ ჩავაბარე, იმიტომ რომ 1-2 დამახატინეს პროფილი სანამ ჩავაბარებდი. მეცხრე უნდა ამერჩია უკვე რაღაც სპეციალობა. და მამასთანაც რომ მქონდა ხოლმე საუბარი, მამა იყო კარდიოლოგი. და მამა მეუბნებოდა ხოლმე, ეგ შენი საქმე არისო, რა საერთო, მაგრამ საერთოდ იცოდიო რომ ბავშვთა კარდიოლოგია მთელ მსოფლიოში ჩავარდნილი არისო. აი მაგალითად ხმაური შვილი, დღესაც კი არ იციან რა როგორ რანაირი შვილი არისო და სხვათა შორის მე რატომღაც ჩამოვყალიბდი მე რომ აი უნდა გავხდე პედიატრი და ბავშვთა კარდიოლოგია, ეს ინსტრუმენტალიზმი ასე რომ მინდოდა მე ძალიან მინდოდა და მე მამასთან ერთად როდესაც გავიარე კიდე 1-2 შევეკითხე მე თვითონ აბა შვილი რა ხმაური რის მაშინ ახლა სადღაც სკოლაში წავედი ვერ ვიტყვი რომ ფონენდოსკოპს ხვარობდი და არა მაგრამ მაინტერესებდა რა პრობლემაა ეს შვილი როცა უსმენ ეს ამას მნიშვნელობა გწნევას ხოზო კი ბატონო ეს და მე ავიღე რომ არა უნდა გავხდე მეთქი პედიატრი და გავხდი კიდევაც პედიატრი სხვათა შორის მაგასაც მოგიყევით თუ გინდათ პირველ გამოცდაზე პირველ წელს ჩამჭრეს. ბიოლოგიაში. დავწერე როგორ იყო იცით მაშინ? ჯერ იყო უზარმაზარი, ესე იგი კორუფცია და ესე იგი ჩამithვალეს ვაშლი, ესე იგი პაროლად. ესე იგი გეტყვით 47 გვერდზე არ გაგიკვირდეთ 47 გვერდი დავწერილი მქონდა 47 გვერდის ბოლო სიტყვა მეწერა ვაშლი და 48 გვერდი მქონდა დაწყებული ვაშლით და ამის გამო აღარ იყო გასწორებული ეს არისო პაროლიო და ამიტომ დიდი ბრძოლა მოვიგე მეორე წელს გეტყვით ახლა ჩემი კლასელები ვინც არიან ალბათ გაახსენდებათ ესა სკოლაში ახლა რა ვარ და მაშინ რა ვიქნებოდი სწავლობდი კი მაგრამ ცელქიც ვიყავი სიმართლე მიყვარდა სახლშიც ქუჩაშიც სკოლაშიც და ყველგან და ყავდა ღმერთმა აცხონოს გაბო გაბიტაშვილი ბიოლოგიის მასწავლებელი აი როგორც კატა და თაგვი ისე ვიყავით რა და
ბოლო გამოცდა, რატო ყვები? ჯერ ხო სკოლაში ერთმანეთს სისხლი გაუშვეთ. ხო და ბიოლოგიის გამოცდაზე შევდივარ და ვიცი რომ გაბო გაბიტაშვილი რომელღაცა ნომერზე ზის, მაგრამ რომელი ნომერი მაგიდა არ ვიცი მე. და მე თვალი მოკარი რომ სადღაც იქეთ კუთხეში ზის. თუ კი მივდივარ ესე ნაბიჯ და რაღაც ამაგიდისკენ მივყევარ, ვინც მიმყვები რა. მივედი და ნომერი მახსოვს 61 ნომერი მაგიდა. და მიზის ეხლა თქვენ წარმოიდგენიათ ეხლა ჩემ თქვათა შორის ყვებოდი და არც მომისმინა ბოლომდე. არ მისმენდა. ეხლა 4-იანს დაგიწერ და წადი. მე ვთქვი რა 4-იანი? რა 4-იანი მეთქე, ისი 4-იანი? არავით არის 4-იანი. და იქ ატყდა იგივე ამბავი ამ სიჩუმეში მე არ ვდგები, ის მეუბნება და ადექი მე მეუბნები რომ არ ვდგები და მოვიდა კომისიის თავმჯდომარე იყო ერთმა გაანათლოს უკუჯავა. რაში ახალგაზრდა საქმე? მეუბნები 4-იანს უწერო იმან უთხრა და მე ვთქვა მე 4-იანი არ მინდა. მე მინდა 5-იანი. რატო ხო ყოფნისო? იმან უთხრა ყოფნისო და თქვენთან რო ვზივარ, უნდა წავიღო 5-იანი მეთქე, ჩემი ცხოვრებისეული ამბავია. და აი მაინც აკადემიკოსი იმან უთხრა მე უთხრა ერთ წუთი მადროეთო და მომიტრიალ და ერთხელ მეც კითხა უცბათო და უცბად მითხარიო კიო გუანინის გვერდზე რომელიც ცილა დგასო მე ვთქვი ციტოზინი ეხლაც კი მახსოვს დაუწერეთ 5-იანი და გავუშვით აღარ შემეკითხა ისეთი რამე მკითხა წესით ეს იყო ურთულესი კიდე სახელმძღვანელოში არის წერ მაგრამ იმდენად ვიცოდი ყველაფერი ეხლა რა უნდა ეკითხა ხო და უცბად მკითხა ეხლაც კი მახსოვს ხო 5-იანი დაუწერო და ეგ არაფერი. ეხლა არის მთავარი. დამეწერა 5-იანი და ეხლა ნელ-ნელა მივდივარ, დგაბ. და ისმის ეხლა ჩემი ფეხის ხმა მესმის უკვე. და მესმის რომ ცოტა მოუმატე ფეხს, დგაბ. ფილმებში როა. ჯო რაღაცა უფრო მძიმე ხმამაც მოუმატა. და გავიხედე და ეს ბატონი გაბო თუ გაბომასწავლებელი ამდღარია კაცო და მომყვება რა, მაგრამ დაშორება არის ხარ, მე რა ვიცი ხარ რატომ მომყვება. მოუმატებ, შევანელებს. და გამოვდივარ ეხლა ეს სცენაა ყველაზე მაგარი, იმიტომ ყვები ამას რა. ჩემი აზრით რო თქვით. და გამოვდივარ ეგ მელოდება, მეგობრები, ოჯახი, სულ ყველა და აქედან ავწიე ხელი 5-იანია და მომხვდა ამაში უკნიდან ხელი. ბაც დამარტყა უკნიდან და მაინც ჩემი ხელით უნდა დაიმარხო და ესე იგი ამაში რომ დამარტყა ხელი და რომ ვისკუპე ესე კიდე მე ხა სწრაფი ვარ ცოტა რა და გადავრჩი და ამ ხალხმა გარედან რა ესე იგი აი თავისით ხუმრობა გამოამჟღავნა მე რომ ხდებოდა ხუმრობა გამოამჟღავნა და აი ეს გამახსენდა ეხლა რატო გამახსენდა არ ვიცი მაგრამ ასეთი ბევრია რაღაცები ბატონ გიორგი აი პირველი დღეები მუშაობის ხო აი რეანიმაციაზე ვისაუბრეთ და იმ დროს მართლა ესე თან თქვენი ინიციატივით რო გაკეთდა ხა ეს არ არის ხო პატარა ამბავი თან მით უმეტეს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ბავშვის სიცოცხლე გადარჩა მაშინ აი პროფესიაში თქვენი პირველი ნაბიჯები რო გაიხსენეთ მაშინ ორ რამეს გავიხსენებ კი ბატონო უბრალოდ სამს იმიტომ რომ მე პროფესიონალური საყვედური მომცა მამამ როდესაც სანიტრის მოადგილე ვიყავი სანიტარიც არ ვიყავი იმიტომ რომ გამოძახებოდა მაშინ იყო გამოძახებები ბინაზე და მე ანუ არ შეიძლებოდა უნდა გემუშავა კი ეს ვიცი რომ უნდა გემუშავა ამიტომ სანიტარიც არ ვიყავი და მამა მითხრა რომ მიხვალ ხელი აუცილებლად მოაწერინა ექიმსო რომ გააფრთხილო და შენ მე რო წამოხვალო და ერთხელ არ მოვაწერინა ხელი ისეთ პიროვნებასთან მე და არ მინდა სახელი და გვარი ესე იგი ნუ გარდაცვლილი ღმერთმა მაცხოვრებს და მოკლედ არ წავიდა გამოძახებას და ის ავანტყოფი დაიღუპა ის ვისთანაც არ წავიდა და მე დამატნენ პირზე რომ ესე იგი არ მოუტანიათო და რა ჩემი მოწმებინიყო ერთი საწყალი მძღოლი და მეორე ჩემი თავი რომ ავედი და ეხლა ხო არ დავიწყებდი ამიტომ პირველი გამოცდილება მიღებული მქონდა რომ შეცდომა არ უნდა დაუშვა და ყველაფერს უნდა გაუკეთო დოკუმენტური აღნუსხვა და გავხდი ეხლა რეანიმაცია ავაწყე ამ უვლი ბავშვებს და ეხლა მე მაინც პატარა ვიყავი მორიგეობდი სულ იქა და მე როგორც ესეთი
ავანტყოფს ვინ გამატარებინებდა სტუდენტი ვიყავი, თუმცა იქ ვაკეთებდი ყველაფერს ისეთ, რაც თითქმის ექიმის მოადგილედ ვითვლებოდი. და ყველამ თქვა, რომ ამისგან არაფერი აღარ გამოვა. ეხლა ალბათ ამას ნახავს კიდევაც ის ვიზეც მექნება ლაპარაკი, უკვე დიდი ბიჭია და კარგი ბიჭია. ხო და ყველამ ჩაიქნია ხელი. არა და მამამისი უდიდეს პატივს ცემდი მე და იმის ოჯახს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც. და იყო ეს პირველი შვილი რაღაცა და რთულ სიტუაციაში გაჩერილი და ნუ ჩაიქნეს ხელი გავიდნენ. მე ხეხა ამას როგორ უნდა უთხრან მშობლებს, რომ ეს ბავშვი არის, ესე იგი, დაიღუპა. და ექიმის ეთიკა დავარღვიე. ნუ იქ ისეთი რამეები ჩავატარე მე, რომელიც წერია, წაკითხული მქონდა, მაგრამ ის იმდენად როგორ ვთქვა, ესე იგი, მიღებული არ იყო და არც ნუსხაში არ იწერებოდა, რომ ეს რო გააკეთე, ან გადარჩა, ან არა, იმ მთელი манипуляციები უნდოდა, რომ ესე რო არის, ესე უნდა გააკეთო და ყოველ შემთხვევაში გავაკეთე ის მივიღე შედეგი, რომ ბავშვმა სუნთქვა დაიწყო, გული აუმუშავდა, ჯერ ცოტა მე თვითონაც მოვღონიერდი შიგნით, დავაყენე წვეთოვანი ეს ყველაფერი გაუსწორი რაღაცეები და გამოვარდი და ამ ბავშვთან რა გინდათ მეთქი. რაო და ეს მეუთხარი გადარჩა მეთქი რა, თქვენ რო თქვით მეუთხარი მივედი, ნახე და რას ლაპარაკობთ? ამოდით მეუთხარი და აი ეს ერთ-ერთი პირველი აი ესეთი შემთხვევა მახსოვს. მეორე მახსოვს მოიყვანეს ერთი 15 წლის ბავშვია. და ცუდად კი რო შევედი და მართლა ესე იგი არ სუნთქავს არაფერი. მე ვთქვი, არის სადღაც 6 საათი 7 და მე საერთოდ როგორ ვიყავი, იცით? სახში კი არ მოვდიოდი, სულ იქ ვიყავი, დამთავრდა სკოლა, მეცადინეობა რა, სულ იქ ვიყავი რა, სულ სამსახურში ვიყავ, სამსახურში კი არ რეანიმაციაში და ინტენსიური ლექცია დამთავრდა პრაქტიკული, მოკლედ იქ სახში მოვდიოდი საჭმელად და ტანსაცმლის გამოსაცემად. და არჩენ, ჩემი ინტერესი ეგ იყო. და მოთარი სადღაც 6 საათი იყო, თუ 7 საღამოთი იყო და არ სუნთქავს რა და მე ვთქვი სადიპოვნეთ მეთქი ესა. მილიცია მოიყვანა და ნუ მოკლედ ცოცხალი მკვდარი მოიყვანეს, ბავშვი აღარ არის და კიროვის პარკშიო იყო, ოხ მეთქი ამისი, მოპატიეთი. ეტოვა წაიმაიმუნა რაღაც უცბად ფიქრობდა. ეგთანს უთხარი, ეხლა არადა მკვდარი, ესეც რატო იცით, ეს რასაც მე გავაკეთებინე, იურიდიულად დასჯადი იყო. მოკლედ გავრიცკე და ეს დაუყენე მეთქი რა. უთხარი რაც ანტიდოტი ნელა გაუში მეთქი და ბატონო გოგი ესენი მეუბნებოდნენ ახლა ამას რო გაუში ამას შეიძლება უფრო ცოტა რაღაცა ხოჩანს მე თვითონ მეტი რაღა უნდა გამოჩნდეს პულსი არის 35 თითქმის ჩერდება გული თითქმის არ სუნთქავს და ჩვენ ხა უნდა გავწავიდეთ ამ რისკზე რომ გამოჩნდება მეთქი რა თვალები უკვე მოძრაობა არ ქონდა გაუშრა გუგები ნუ მოკლედ ყველა მონაცემები იყო რომ ეს ბავშვი ცოტა ხანში გააჩერებდა სუნთქვას და გულსაც საბოლოოდ თუმცა იქ მიდიოდა რეანიმაციაში აი ერთი წვეთი წავიდა აი ერთი წვეთი და დავინახე რომ აი რაღაცა თვალის მოძრაობა დავინახე გუგის არა თვალის რაღაცა ის მიასედის წამწამის რაღაცა შევნიდა მოთხარი გაუშვი მეთქი და გაუშვა და ეხლა ჟატო ვიხსენებ ამას მილიცია და ვეღაცები სავიდნენ სახში მშობელთა რომ თქვენი ბავშვი მოკვდა ამის სათქმელად მე ეს იყო პირველ სართულზე მიმღებში მე ამოვიყვანეს მეორე სართულზე რეანიმაციულში გვერდზე ინტენსიურში გავიყვანე მოვიდა მშობელი და მე ესეთი რამე არ მწყინს საერთოდ გამომლანძღა მშობელმა თქვი აფერისტებო თქვენ ეს არის ყდებაო რომ მითხარით თუ რეიფს ჩადიხართ თქვენ მე ვთქვა თქვენ კარგად იყავით შვილი და წაიყვანე აი მოდით მაშინ იცით რა პერიოდზე ვისაუბროთ აი რთული წლები რომელიც გამოიარა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ზოგადად რა მათ შორის საქართველომ და აი დეფიციტი რო იყო ყველანაირი ამ სამედიცინო ინვენტარის არ იყო წამლები ყველაფერი ერთ დღეს გაჩერდა აი ამ პერიოდში აი როგორ მუშაობდით და ახალგაზრდა ექიმებისთვის ალბათ ეს წარმოუდგენელიც არის ესე მოყოლითაც გავიხსენებ ყველაზე მწვავე პერიოდი იყო 95 წლიდან უკვე აი 2000 აი ეს ომის პერიოდი რო გამოვიდა და ზუსტად 97 წელს მე რეკავს ბატონი რამაზი ღმერთმა აცხონოს კუთუბიძე და მეუბნება რომ შენ დაგნიშნეო ჩემს მოადგილედ და ვარი არ მითხრაო და იმ დღიდან შეიცვალა ყველაფერი იმ კლინიკაში
მე და ბატონი რამაზი, მე ხლა ფულის ამღებები ჩვენ არ ვიყავით, არაფერი დასამალი არ, ყველაფერი იყიდე გაყიდეზე იყო. მივედით ჩვენ თქვით, აი ვინც არის თანამშრომლები, ისიც ესე იგი გაიხსენებენ. ჩვენ ვთხარით, რომ ჩვენ ფული არ გვინდა. ოღონდ ერთი რამე იცოდეთ, ავანტყოფი თუ იმის გულისთვის დაიღუპება, რომ თანხა არ ქონდათ, ჩვენ არ გავაგებინოთ. მეორე დღეს ვეწახვალთ სახლში. გამოვაცხადეთ ღია კარის დღე, თუმცა ადრეც ჰქონდა ჩვენ ეს დაწყებული, სოსოკვაჭაძეს ჰქონდა ადრე ღია კარის დღე დაწყებული და ის მოდიოდა ჩემში, გადმოდიოდა ესე იგი გავაგრძელე სოსოკვაჭაძის საქმიანობა, რომელიც იყო დაწყებული, საქველმოქმედოდ და ყველა შაბათი იყო ღია. ჩვენ სამანტყოფოს თითქოს რა ვიცი, ვინმეს თუ ახსოვს, იყო უფასო სამანტყოფოს ეძახოდნენ და ყველა შაბათი იყო უფასო. არა, მაშინ იყო ეს იყო ჟვანიას სახელი, პედიატრიული მეორე. იქ ახლა 10-12 სამანტყოფოა, მაშინ ეს ერთი სამანტყოფო იყო. სვამის კლინიკური დირექტორი ვიყავი მე ამ ტერიტორიაზე, რაც იყო ნეონატალური ჰემატოლოგია, თელი სისტემები იყო და ახლა დაიშალა მე ეს და წავიდა. ამიტომ ეს მომენტი როცა იყო ურთულესი იყო. მამ ურთულეს მომენტში ჩვენ გავაკეთეთ ისევ და ისე გართულება მქონდა მე ამერიკელებს გავაკეთებინეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეანიმაცია ჩვენთან. იმ უფილობის დროს რეანიმაცია გაკეთდა ერთ-ერთი საჩვენებელი ბავშვთა რეანიმაცია. ამის მერე ამოიქაჩა და გაკეთდა ნეონატალური სამსახური, ანუ ახალშობილი რომელიც ჩდებოდა, იმათი როგორც ქირურგიული სამსახური უნდა თქვა დღეს ათუნა კარგად აგრძელებს და ეხლა წიკო გარდაიცვალა რამოდენიმე ხანი. ამიტომ ამ ორმა პიროვნება რა თქმა უნდა რამაზ კუტუბიძესთან ერთად ესე იგი ეს ნეონატალური ქირურგია ამოიქაჩა. ჯოინის ჩვენ ტერიტორიაზე გაიხსნა. ჯოინის კლინიკა ჩვენ ტერიტორიაზე ვინ შეუწყო ხელი? ეხლა ზოგ შეიძლება ახსოვს, ზოგ შეიძლება არ ახსოვს და მე მაინც ვიყავი ამ მხარეზე რომ ეს ჯოინის კლინიკა კარგად გაკეთებული იყო რა. იმიტომ რომ 90-იან წლებში ჩემი პროფესორი როცა დაიღუპა ხო მაშინ არ იყო ესეთი საშუალებები. ეხლა რომ სტენტირება ყველა ქუჩაში რო დგამენ თითქმის არ მithumetes შუნტირება, ოპერაციები მილიონი კეთე. სად იყო ესე არ იყო და ამიტომ ეს ჩარჩენილი მქონდა რომ ამ ხელა ბუმბარაზე პიროვნება ერთი პატარა სტენტირებისთვის, ერთი რაღაცისთვის, სანამ ჩვენ წავიდოდით ევროპაში, მაშინ 90-იანი წლები იყო. ერთი $30,000 ეს უზომო დიდი თანხა იყო. და ამიტომ ეს გულში მქონდა მე ჩარჩენილი და ორი შემთხვევაში ეს ამოიქაჩა. ასე რომ სულ ბრძოლაში ვიყავით თვითონ სამედიცინო ბრძოლაში. და უნდა ვთქვა რომ ის როდესაც ჩვენი კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა იყო, რატო? ეს იყო ურთულესად სამართავი კლინიკა. ესე მარტივი არ იყო, იმიტომ რომ მთელი ინტელექტუალური პოტენციალი 12 კათედრა იქ იყო და კათედრა რაც ნიშნავს, ყველა კათედრის გამოგდა პროფესორი იყო ცეკავს დივანი. კი ბატონო. ამიტომ იქ ეს დაახლოებით 80 კაცი პროფესორ მასალებელი აქ წამყვანი განყოფილების გამგები, რომლებიც მართლა ძალიან მაგრები გინდა თერაპიაში, გინდა ქირურგიაში, ურთულეს სამართავი იყო, მაგრამ მე როგორც თქვენთან ვსაუბრობ, ეხლა არ გამჭირვები, ეს 15 წელი ისე გაიფრინა, არც კი გამიგია და მე მოვიდა ის როცა გავაკეთეთ ჩვენ ციციშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკა, მე ვთვლი რომ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გავაკეთეთ. დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მრავალპროფილიანია, ძალიან ძლიერია და რაც თავარია, რაც მე მასულდგმულებს, ახალგაზრდობა არიან ძალიან მაგრები. მე როგორ ვარ, იცით, იმ ტერიტორიაზე რო გამოვალ, უნდა თქვა, დობერმან პინჩერევითა ვარ რა. ტოლელებიდან დაწყებული იქ ვინც ცხოვრობენ ჩვენს იმაში, ეს ერთი სამანტყოფო, მეორე სამანტყოფო, მე ვიღაც ხანაკეთ, ყველა ჩემ ხელში გაიზარდა და რა ვიცი. ეხლაც მაგალითად რა მე ვთვლი რომ მე ჩემ ტერიტორიაზე ვარ, ჩემ ოთახში იქ როზი ვარ რაღაცა. ამიტომ მე ხა კი ვარ პენსიაზე, მაგრამ ჩემს კონსულტაცია ვისაც ჭირდება, ხო რაც ჭირდება. უარს არასოდეს არ არის. რაზეა ლაპარაკი. და სხვათა შორის აი ხა Facebook-ი რო წავიკითხე მე თვითონაც არ მახსოვს, ვიღაცამ დაწერა რომ რა ვიცი თქვენს თუ ჩაყვებით მე ნახა ფული არ გამომართვა, მომესალმა გადამირჩინა, მართლაც ესე იყო რა, ყოველ შემთხვევაში. აქცენტი მე თანხაზე, ეხლა მაინც უნდა თქვა, ისეთი პერიოდია, რომ არასდროს არ მქონია. და ეს 100,000-ობის ბავშვით, მაინც ზოგს მაინც უნდა კარტოფილებით ელაპარაკო, რომ აწონო, ზოგჯერ მიყვარს ხოლმე გამწვავება, ზოგი ვერ ხვდება, რას ნიშნავს ეს.
რას ნიშნავს და ვეუბნები რომ ეს 300,000 თუ 200,000 ბავშვი რომ თანხაზე იანგარიშო თან ჩატანილი შენი პრეპარატებით ერთი 30 მილიონი მაქვს მე ვთხარი ოჯახისთვის მოკლებული მაგრამ სახელმწიფოს მაგრამ ეს თანხაზე არ განიზომება მეთქი სად ვიქნები როგორ ვიქნები რანაირად ვიქნები მაგას პრინციპული მნიშვნელობა როგორ არ აქვს ჯანმრთელობიდან გამომდინარე და ასაკთან დაკავშირებით მაგრამ მე ვფიქრობ დღესაც რომ მე გარეთ უფრო საჭირო ვარ კი არ ვწუწუნებ შინაგანად ვამბობ მე საერთოდ კიდე ერთხელ მინდა რომ ყველას მადლობა უთხრა ჩემი გვერდზე დგომისთვის თანადგომისთვის ყველაფრისთვის და უფალს კიდე დიდი მადლობა ყველაფრისთვის და რო არ თქვა არ შემიძლია მე ამას ვერაფერს ვერ გავაკეთებდი ასეთი კი არ ვაკეთებ მაგრამ ამას წინებზე უთხარი სადაც ესე იგი ჩემი ოჯახი ერთ მუშტად შეკრული მე ალბათ ვერ ნახავთ ასე რომ დიდი მადლობა ჩემ ოჯახს აუცილებლად აი მივედით ჩემთან ერთად ისე ლაღად და რა ვიცი აბა რა გითხრათ აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენს ოჯახზე ну ყველა იცნობს თქვენს ოჯახს თქვენი არაჩვეულებრივი შვილები რომლებიც იმ აქციების აქტიური მონაწილეობის გარდა პირველ რიგში არიან არაჩვეულებრივი და მართლა ძალიან კარგი პედიატრები სხვათა შორის მეც ვიყენებ მათ ვიდეოებს პედიატრი ძმების ვიდეოებს ჩემი შვილიშვილისთვის ქალბატონი ნინო ვიცი რომ გაიცანით სამედიცინო უნივერსიტეტში იყო თქვენი სტუდენტი აი თქვენი სიყვარულის ისტორია მინდა რომ მომიყვეთ რამდენადაც შესაძლებელია დასამალი არაფერი არა მაქვს მე ვარ უწესიერესი კაცი ჯერ ვაცალე დამთავრება სტუდენტობა ვაცალე და შემდეგ როდესაც დაამთავრა ყველაფერი მე იყო ერთი დღე როდესაც უნდა მეთქვა ის რაც უნდა მეთქვა და სხვათა შორის მთელი ჩემი ცხოვრება 20 წლის მერე აგებული მქონდა პედიატრიაზე და ჩემ პროფესორთან. ამიტომ ნინოსაც იმ დღეს უთხარი მე, ან დღეს არ ვიცი როდის იქნება, იმიტომ რომ ეხლა მივდივართ ერთ კონგრესზე, მერე ჩამოვდივართ, მერე კიდე მივდივართ კონგრესზე, მერე ასე ვივლით წინ დაუგან და ეს კონგრესები თვითონ არ დამთავრდება და დავითახმი, იმიტომ რომ დიდება უფალს რომ დავითახმი და წავით. ამაგერ ერთი უნდა ვთქვა და სამი თვე პროფესორი არ მელაპარაკებოდა. პროექტი კონფერენცია ჩავაგდეთ. გიორგი გავიცანი 1999 წელს მე ვიყავი მე-6 კურსელი, მაშინ არ თქვა სუბორდინაცია, სუბორდინატორი და დილას გამოვცხადდი ადრე კლინიკაში, ვეძებდი ჩემი სუბორდინაციის ხელმძღვანელს, ვიცოდი რომ ოთახში უნდა ვყოფილიყავი და ოთახთან ველოდებოდი სუბორდინაციის ხელმძღვანელს. ამ დროს ვიღაცამ ჩამიარა სწრაფი ნაბიჯით, უკან მოტრიალდა და მეკითხება ვისელოდებითო და მე სახეზე არ ვიცნობდი. და საკმაოდ ისე უხეშად მოვიშორე, არავის მეთქი. გააგრძელა გზა. და მე რამოდენიმე წუთის მერე მოვიდა ამხანაგი ჩემი მითხრა რომ აი ეს არის ჩვენი ოთახიო, სადაც მეცადინეობები უნდა ჩაგვიტარდეს და შევედით ოთახში და რას ხედავ ჟურნალთან საწერმაგიდასთან ეს ახალგაზრდა მამაკაცის დის, რომელმაც მკითხა ვისელოდებითო, ანუ ჩვენი გაცნობა მოხდა არა სასწავლო ოთახში, არამედ მოხდა არა მის კაბინეტში, არამედ დერეფანში. როგორც მე მითხრა, დერეფანში მოვეწონე. არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო, არაჩვეულებრივი თანამშრომელი იყო, ექიმი, ადამიანი. და არასოდეს არ მინანია, რომ მის გვერდით ვარ ამდენი წელიწადი. შეიძლება სხვა მეუღლეს გაეპროტესტებინა მისი ესეთი თვისებები. მთელი დღე ვიღაცის დასახმარებლად, მთელი დღე კლინიკაში, მაგრამ როდესაც კი საშუალება მიეცემა, რომ ოჯახთან ერთად იყოს, მთლიანად გიძღვნის თავის თავს, შენს შვილებსაც და რა ვიცი. წინასწარ ვიყავით შეგუებული, იმიტომ რომ რაც ხდებოდა პირველი 4 დღის განმავლობაში, დაკავებების სერიალზე ვლაპარაკობ, ამას რაღაცნაირად ემოციურად შეგუებული ვიყავი. მაგრამ მე მაინც ვფიქრობდი, რომ გამოკითხვაზე უფრო თუ დაიბარებდნენ, ვიდრე დასაკავებლად მოვიდოდნენ. ხო, და რამდენადაც არ ვიცი, ასე შეგუებული ვიყავით ამას, სიმშვიდე ნამდვილად შევინარჩუნეთ.
შეგნებულად და გაგებით მოვეკიდეთ ყველაფერს. და იცით რა, ამდენი წლის მანძილზე უკვე ბევრ რამეს ვართ შეგუებულები. ბევრ რამეზე დაგვწყდა გული და არც გამკვირვებია მინდა გითხრათ. მოგეხსენებათ ერთი 10 თვით ადრე ჩემი შვილი დაიჭირეს, ქუჩიდან მოიტაცეს. და რა ვიცი, რაღაცნაირად არ ვიცი რა გამძლეობა შევიძინეთ ასეთი, რომ თითქოს გულის წვეტისთვის ვერ მოვიცალე. ბიჭებზეც უნდა გკითხოთ, აი ეს მათი არჩევანი რო წასულიყვნენ პედიატრიაში. დიახ. თქვენთვის რომ ანუ გაგეხარდათ, როგორ გასაკონდათ და კიდე აუცილებლად უნდა გკითხოთ. ხო არ გაგიჭირდათ მათი როგორც კოლეგების აღიარება? აი გეტყვით ახლა მე. როგორც მე მამამ მკითხა და აუცილებლად უნდა თქვა მშობლებიც. მე მყავდა ყველა დედა საუკეთესოა და ყველა მამა საუკეთესოა, ბებიები და ბაბუები, მაგრამ მე უნდა თქვა, მე ისე გავიზარდე. დედას და თავისუფლად გავიზარდე. აქედან რო უყურებ ახლა, მაშინ ძალიან შებოჭილი არ გავზრდილ ვარ. ჩვენთან ხმამაღალი სიტყვა არ თქმულა. ეს ხმამაღალი სიტყვა იყო მამა როცა არ დაგელაპარაკებოდა. ცილინს დაიხურავდა და შემოვიდოდა დედა რა პროფესიის ბაბადონ გიორგი? რესპუბლიკის დამსახურებული პროვიზორი მერი გიორგი სასული ყიფიანი და სევერიანე კონსტანტინეს ძე ჩახუნაშვილი ეს იყო უპატიოსნესი კაცი. მთელი საქართველოს იმასაც პატის სცემდა და აი წეღარ რო თქვი კარდიოლოგია და კარდიოგრამა ეხლაც კი შენახული მაქვს იმისი ფურცლები უკვე რო პირველ კურსელი რო გავხდი რო გვიხსნიდა და მე ნინოსაც უხსნიდა ესე იგი რომ აი ესეა ჩემთან ერთად ესე უხსნიდა და აი ესე მოვედით ეხლა. ხო და რაც შეეხება თქვენ ბიჭებს, აი თქვენ თუ გაგიჭირდათ თქვენი ბიჭების თქვენს კოლეგებად აღიარება? გეტყვით მე, ესე იგი. ესენიც თავისუფლად გაიზარდნენ. ოღონდ აქცენტი იყო ნინოს დამსახურება, უნდა თქვა, რომ სწავლა განათლება ყოფილიყო. მე ფინანსურად უნდა უზრუნველყოფა გაგეკეთებინათ? ქართული, რუსული, ინგლისური, აქეთ, იქეთ, სპორტი რაღაცა და დანარჩენი იყო სულ ნინო. და ამათმა ესე ლაღათ როგორც კი არ გაიზარდნენ, სიმართლე რო გითხრათ, შევსება რო იყო. ჯერთი თვითონ აიღეს ეს მედლები. მოკლედ 53 სკოლა გავატყავეთ. ჩემმა ძმა მედალი აიღო, მე მედალი ავიღე. ამათმა ფრიადებზე დაამთავრეს ესე მედლებზე და ესე და რო დაამთავრეს. ახ როგორ არ მაინტერესებდა, როგორ არ ვეკითხებოდი, მაგრამ ჩვენ არც ვკითხეს ისე შეავსეს. და ისე ჩაირიცხეს. კოტე მოხდა 5 თუ 10 საუკეთესოში, რომელსაც დაფინანსება მიიღო. დათუკამაც ბრწყინვალეთ ჩააბარა. ის რომ პედიატრი გამხდარიყო, მე არ მირჩევია, ის რომ ესე ემუშავათ, მაგაზე სიტყვა არ მეთქვია და დღეს მით უმეტეს დაფთიანება მე ვინღა მიჯერებს, რაღაც მიჯერებს, თვითონე დაფთიანებულები არიან და მოგრეთ რა თავისუფლებაშიც მე გავიზარდე, ისე გაიზარდნენ ესენი და ისე გაზდიან ალბათ თავიანთი შვილებს და ეტყობათ კიდევაც, ხო? ზოგადად ყველა საქმეში აქტიური არის და ხუმრობ ხოლმე რომ ერთი რამოდენიმე 1000 მამაჩემისნაირი აქტიური ადამიანი რო ყავდეს პროტესტში, გაცილებით უფრო სხვა დონეზე იქნებოდა ეხა კონკრეტული წინააღმდეგობა. მიუხედავად თავისი ასაკისა, ზოგჯერ მგონია რომ ჩემზე აქტიური და ჩემ ძვაზე აქტიურია რაღაც საქმეებში და ესეთი შტაბეჭდილება მჩება მე. რა თქმა უნდა, ბევრს გაუჩნდება ეჭვი, რომ ადამიანი, როდესაც ამდენ რაღაცას ერთდროულად აკეთებს, იქ რაღაც ნაშრომები, წიგნი, თავის პროფესია, სტუდენტები, რეზიდენტები, უფასო გასინჯვები, კლინიკის ხელმძღვანელობა თუ უამრავი რამ, როგორ შეიძლება რომ დაუთმოს ოჯახს დიდი დრო, ხო? მაგრამ აი წამით არ უგძვნია არც ერთ ჩვენგანს, რომ მამაჩემი იქ არისო. ნებისმიერ სიტუაციაში ის ცდილობდა შვილებთან ერთად ყოფილიყო და დედაჩემი ხუმრობითაც ამბობდა რომ ამ ბიჭებს ყავს 2 დედა და 1 მამაო. ჩემი მამა მთელი არის ყველაზე პატრიოტი ადამიანი ზოგადად, ვისაც კი ვიცნობ და სამწუხარო არის ის, რომ ამ ქვეყანაში დასჯადი არის ქვეყნის სიყვარული. მართალი გითხრათ, მთელი კვირა ვშფოთავდი, რომ ესე, ანუ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ მანქანიდან არ მოიპარონ და რაღაცა ეგეთები და მე უკვე რო გავიგე, იმ მომენტში არ მახსოვს, რომ რაღაცა უფრო მეტად დავისტრესე, პირიქით რაღაც მომეშვა, რომ უკვე მოხდა ეს ფაქტი და ეხლა ამ ფაქტს უნდა
შევკინებოდით, ასე ვთქვათ და უფრო წინა დღეები უფრო დაძაბული ვიყავ ვიდრე ის დღე და მეორე დღე. მოლოდინი ზოგადად ყველაფრის უნდა გქონდეს, რადგანაც როდესაც ესეთ სისტემაში ადამიანი ცხოვრობს, უნდა იაზრებდეს, რომ მცირე აქტიურობამაც, მცირე ასე ვთქვათ, სიყვარულის გამოხატვამაც თავისი სამშობლოსადმი შეიძლება ესეთი შედეგები მოიყვანოს, იმიტომ რომ აქ უკვე არ დგება იმაზე საქმე, რომ ვიღაცა სასაკი აქვს, ვიღაცა დამსახურებული ადამიანია, ვიღაცა ახალგაზრდა წარმატებული მეცნიერი და პედიატრია და ასე შემდეგ, ხო? იქ უკვე გარჩევა ამაზე აღარ მიდის და ნებისმიერი ადამიანი, ვინც რაღაცა კონკრეტულ ასე ვთქვათ წინააღმდეგობას დააფიქსირებს, ან უბრალოდ გამოხატავს, რომ უნდა თავის ქვეყნისთვის ძალიან კარგი და სასიკეთო საქმეების კეთება შეიძლება აღმოჩნდეს ამ სიტუაციაში. ამიტომაც რომ გითხრათ, რომ ვინმესთვის იყო ეს ფაქტი მოულოდნელი, ნამდვილად არ ყოფილა. ბატონ გიორგი, ესე იგი, ექიმების ოჯახი ხართ და სულ აქციებზე გხედავთ. თქვენი შვილის კოტეს დაკავებაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, აი მაშინ, როდესაც ბრუტალური მეთოდებით ხდებოდა ამ აქციის დაშლა და რა ვიცი, ბრძოლა ბოლომდეო ამბობთ, თქვენი შემართებაც ალბათ ეს არის. აი, რას ეტყვით ახალგაზრდებს, ვინც იბრძვის მართლაც ბოლომდე? მე ვიტყვი იმას, რასაც ესე იგი შინაგანად გრძნობ. საქართველოს დღეს არის გასაჭირში. საქართველოს აუცილებლად უნდა გახდეს ევროატლანტიკური დიდი სივრცის წევრი. ეს მარტივი არ იქნება, არც თავიდან არ იყო მარტივი, მაგრამ ხომ მოვედით აქამდე. ეხლა როგორ არის, აი, ხო გეუბნებით წევანაც თქვი, ენიდან დავიწყე. ენაზეც კი ესე იგი ამბობდნენ მაშინ, რომ ენა აღარ იქნება და სახმარი ენა იქნებაო, ესე იგი ქართული ენა, ამაზე გადაიღე. ამიტომ დრო და განმავლობაში ყველაფერი ეს მივედით იქამდე, რომ ხვირწვინ გვაქვს ეს ევროატლანტიური სივრცე. აი როგორ თქვენ გიყურებთ ყველგან ეს კი. ეს მოვა, მაგრამ შორს კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს ახლოს. ფარხმალი არ უნდა დავყაროთ და ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ეს ესე იქნება. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს რო იქნება ნამდვილია. ერთი ვიცი მე რომ მე ვაკ ერთი ხმა და რა შემილია მე? გავიდე და რუსთაველზე ვიდექი ხელაწეული. მეტი რა, იმ დღეს დაიძახეს წავედ კიდევ ამბობ. მე მეტი არაფერი არ შემილია და ეხლა თუ იტყვიან კიდე რაღაცა და ახალგაზრდობას ვეტყვი რომ გამოძებნე დრო, საშუალება დავდგეთ ყველა ერთად. მარტო თვითონ კაკაცოება არ შეიძლება. მე საერთოდ როგორ არის იცით? რეანიმატორი მაინც ხარს უსვამ რა. რეანიმაცია ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ხელი ჩაიქნიო და ვერ გამოხვიდე. რეანიმაცია ნიშნავს, რომ თუ 0001 იმას უნდა ჩაე და ბოლომდე უნდა იბრძოლო, რომ ბოლომდე გააკეთო ის რამე, რომ გადარჩეს, სიცოცხლე გადარჩეს და ამიტომ ეს იმედი არის ყოველთვის. და ყველა საკითხში უნდა მოძებნო რა არის კარგი და რა არის ცუდი. გეტყვით. ცუდი იყო რომ მოხვდი მე იქ და კარგი იყო რასაც დღეს ვლაპარაკობ. ამაზე მე არ ვიქნებოდი. თუმცა კი ვიძახოდი, მაგრამ ეს ყოველას წარმოეხლა ეს ემოციებშიც ვარ ახლა ეს დღეები. მე და მართლა ესე არა, რომ გამოვედი განსუფრებული ვიყავი, რომ ამ ხალხის ესე ერთად დადგმა მე ვერც წარმომედგინა ერთად. თუ შესაძლებელია დავდგეთ ერთად და ვიყოთ ისე ერთად და ჭკვიანური გამოსავალი, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ალბათ პოლიტიკოსებმა უნდა თქვეს. როგორ უნდა დაალაგონ ეს ყველაფერი. მე ჩემი საქმე ვიცი. პედიატრია ვიცი და ერთი ვიცი, რომ სამშობლოს უჭირს და გავალ და ხელს ავწეხო. იგივე ვიღებ, შიდობიანად, რა თქმა უნდა. ომის მომხრე არც არასდროს არ ვიყავი. არც არასდროს არ ყოფილვარ და არც ახლა არ ვიქნებით. საქართველოს რაც ჭირდება, ისე უნდა გააკეთოს სულ. გინდა დიდი იყოს და გინდა პატარა. და ახალგაზრდობა მაინც გადაწყვიტავს ამ საკითხს. ბატონ გიორგი, ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის ძალიან დიდი მადლობა. ბევრი წარმატება თქვენს და თქვენს არასწორებელ ძალიან დიდი მადლობა და აი კოკაკოლას მივიღებ ახლა რომ ენერგია ისედაც არ მაკლია რომ კიდე შემემატოს. გაიხარეთ. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა.